მოგესალმებით მეგობრებო, რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ ტყუპების პოდკასტით გიბრუნდებით კვლავ, ისევ ტყუპის სალის პოდკასტით, იმიტომ გარი ისევ არ მყავს ჯერჯერობით, თუმცა წესით და რიგით იქეთა კვირიდან უკვე ორნე ვიქნებით კვლავ და ტრადიციულად პარასკევს 9 საათზე განვიხილავ კვირის განმავლობაში მოხდარ სხვადასხვა პოლიტიკურ ამბებს და შევეცდები ჩამოგიყალიბოთ და გაგიზიაროთ ჩემი აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და ტრადიციულად გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო, გაუზიაროთ სხვებსაც, რათა ნელ-ნელა შევძლოთ და გავიზარდოთ და პირობას ვდებ, რომ რამე სასწაული თუ არ მოხდა აწი ჩვენი პოდკასტი, ან ჩემი პოდკასტი მომავალი გვიჩვენებს როგორ იქნება, აღარ ჩავაგდებ. კი ბატონო, დავიწყოთ მაშინ. ზოგადად ხო რაღაცნაირად ფიქრობდი ამაზე, კონცეფციაზე, ამ გადაცემის და შევეცდები დღეს რაღაცნაირად უფრო პოზიტიურად შეგახედოთ ცხოვრებაზე ზოგადად და იმ ამბებზე, რასაც გეტყვით. ხო, რაღაცნაირად რო შევიცვალოთ ზოგადად ყველამ, მეც ვცდი და თქვენს დაგეხმარებით მაგაში, რომ რაღაცნაირად სხვა უფრო პოზიტიური კუთხიდან ერთ სიტყვით შევხედოთ ქვეყანაში მიმდინარე ამბებს. და პირველი ამბავი რაც მოხდა ამ კვირაში იყო ხო ამ პირველი ამბიდან არ გამომივა ის პოზიტიურობა, თუმცა შევეცდები შემდეგ ამბებზე რაღაცნაირად გამოვასხივო. ხო, პირველი ამბავი იყო ემიგრანტებს რომ აუგზავნეს არჩევნებში მონაწილეობა, ეს კანონპროექტი რაც ქართულ მოსნებამ დაინიცირა, ან მიიღო უკვე, არ ვიცი, ერთ სიტყვით, რასაც აინიცირებენ ყოველთვის იღებენ და შეგვიძლია პირდაპირ უკვე გადაჭრით თქვათ, რომ ემიგრანტებს შეეზღუდათ არჩევნებში მონაწილეობა საზღვარგარეთიდან და მთავარი ამბავი აქ პაპუაშვილმა რაც ისაუბრა ბრიფინგზე იყო ის რომ ისინი იქ ცხოვრობენ, აცდენილები არიან რეალობას, მხოლოდ სოციალური ქსელით იღებენ ინფორმაციას და ამაზე შეუძლებელია რაღაცნაირად ჩამოიყალიბონ ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე საღი და რაღაცა სწორი წარმოდგენა და მაგიტო არ გვაძლევენ ჩვენ ხმას. და პლუს გავლენა იქ უფრო შეუძლია deep states იმ ადამიანებზე, ასე რომ აქ რო ჩამოვლენ, აქ ყველაფერი დაალაგდება. კარგი, დავუშვოთ, გავყვეთ ამ ლოგიკას, მოდი, რომ ეს ხალხი აცდენილია და ვერ ხვდება რეალურად სიტუაციას ქვეყანაში და არასწორად აძლევს ხმას. ჯერ ერთი ვინ გეკითხება, ადამიანის უფლება ეგ ვის, როგორ, რაზე დაყრდნობით, როგორ, არ ვიცი, თუნდაც შეცდომი, თუნდაც რავი, რაღაცა ვიღაცა $50 აზე, ადამიანის უფლებაა ეგ ზოგადად. თავისი ხმამაც შორის გაყიდოს. ჩემი აზრით. მაგას შეიძლება ბევრი ადამიანი თანხმობს, მაგრამ შევეშოთ კაი ამ ამბავს. ზოგადად ხო, ადამიანის უფლება, მისცეს ხმა, როგორც უნდა, ვისაც უნდა და ასე შემდეგ. კარგი, ჩავიდეთ ამ თემაში, რომ ეს ხალხი ვერ ხვდება რაღაცა ქვეყანაში არსებულ რეალობას და ჭირდებათ რაღაცა პერიოდი, რომ ჩამოვიდნენ და გაეცნონ ქვეყანაში რაღაც იმ სიკეთეებს და აუნთეთ თვალები და მიცენ ქართულ ოცნებას ხმა. ეს არის ის, რასაც ამბობენ ქოცები. თუმცა ეგ თუ სიმართლეა და რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ რაღაცა ემიგრაციაში სრულად ნადგურდებიან ქოცები ყველანაირ 2012 წლიდან ყოველ შემდეგ არჩევნებზე სულ უფრო ცოტა და ცოტა ხმა აქვს და აი სამარცხვინო შედეგები აქვთ ქოცებს საზღვარგარეთ. ეგ თუ არ არის რეალური მიზეზი და მართლა მიზეზი არის ის, რომ ადამიანს მისცეს საშუალება რაღაცნაირად გათვითცობიერდეს, დაინახოს ქვეყანაში რა ხდება და მაგის მერე მიცეს ხმა, უტოვებ იმის შესაძლებლობას, რომ თუნდაც ერთი დღით ადრე, აი რა ვიცი, ხვალ თუ არის პირობით და დილით არჩევნები, დღეს საღამოს ჩამოვალ, მივცემ ხმას და წავალ. ამის უფლებას მაძლევს და ამ ერთ დღეში როგორ ხდება იმ რეალობის გააზრება და იმ სიკეთეების შეგრძნება, რაც ქოცებმა მოუტანეს ამ ქვეყანას. ქოცებთან მაგ კითხვა. ის მიზეზი თუ რეალურია, რასაც პაპუაშვილი და სხვა გორდულაძე მათ შორის დეპუტატი ერთ-ერთი ქოცების, რომელიც ამბობს, რომ აი ასე და ასე უნდა მედიიდან იღებენ მხოლოდ ინფორმაციას და არასწორია და ვერ აძლევენ ხმას სწორად. კითხვა არ გიჩნდებათ, ის მიზეზი ამ მინიმუმ პირობითად აი ხო აბსურდი იქნებოდა ეგეც. მაგრამ ხო რაღაცა ის ერთკვირიანი ვადა მაინც მიგეცეთ, რომ ერთი კვირით ადრე უნდა ჩამოვიდეს ემიგრანტი და ადგეს აღრიცხვაზე, ბოდვა სრული ცხადია. მაგრამ თქვენს ლოგიკაში ჩაჯდებოდა. მაგრამ არა.
მინდა ხო და ეს ამბავია. და არაერთ ქართული ოცნების დეპუტატს უთქვამს, რომ რა იყო ერთი დღით ჩამოვიდნენ, აქ რა უჭირთო, სამშობლო თუ უყვართო. და თქვენ აბიჭრებო მართლა. ჯერ ერთი პირველი კითხვა არის ის საკუთარ თავს და ზოგადად ადამიანს უნდა რატო არის ეგ ხალხი წასული. რატო არის ქვეყნიდან გადახვეწილი ხალხი, რატო არის როდესაც ოჯახი გაყოფილია ფაქტიურად და წლობით და ვერ ნახულობენ საკუთარ ახლობლებს და შვილებს მათ შორის, შვილები დედების ძირითადად, დედების და მამების გარეშე იზრდებიან. და პრობლემა რა არის? პრობლემა არის გაჭირვება. პრობლემა არის ის, რომ ადამიანებს უწევთ იქ წასვლა და არა თუ საქართველოში ჩამოსვლა, არამედ ქალაქიდან ქალაქში გადასვლა არ შეუძლიათ. სწორედ მაგიტო იყო კამპანია გაკეთებული გირში დროას ინიციატივით, რომელიც გულისხმობდა სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ბევრია ქართველი, უბნების საარჩევნო უბნების გახსნა. და მაგის ნაცვლად, რომ იქ შეუქმნა ადამიანებს რეალურად კომფორტი. ეხლა ქართულ ოცნებაზე არ მაქვს საუბარი ზოგადად. ამის ნაცვლად საერთოდ წაართვით ადამიანებს ხმის მისცემის უფლება. ხო და ზოგადად კარგად მეტყველებს იმაზე თუ როგორ უყურებს ქართული ოცნება ამ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, ადამიანებს. ზოგადად კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მხოლოდ საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობენ და იღებენ სხვადასხვა გადაწყვეტილებებს. ეგ არის და ეგ. ხო, რანაირად უნდა წამოქცეს დეპუტატი ხარ, ბიუჯეტზე ზიხარ, ფულს იპარავ და ემიგრანტს, რომელიც გადახვეწილია იქ, თავის შვილს ვერ ნახულობს, ვერ ჩამოდის. სხვა ქალაქში ვერ გადადის, იმიტომ რომ მუშაობს, ფიზიკურად არ აქვს ამის საშუალება. ეპატიჟები, ეუბნები პრეტენზიას გამოთქვა, რა იყო 4 წელიწადში ერთხელ ჩამოვიდესო. ეგეთ ადამიანებს აღარ ვიტყვი. პოზიტივისკენ. ხო და ეს ამბავია რაც შეეხება ემიგრანტების თემას. ხო, კობახიძემ თქვა, რომ ეგრე რუსეთში ცხოვრებ ქართველებს ფიზიკურად არ აქვს მაგის შესაძლებლობა, რომ ხმა მიცენ, რადგან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს იმ ქვეყანასთან და იმის ნაცვლად, რომ ხო, გასაგები ლოგიკური მიზეზია, მტერი ქვეყანა, დიპლომატიური ურთიერთობები არ გაქვს და ფიზიკურად ვერ მიცემენ იქ ცხოვრები, რუსეთში ცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ხმას არჩევნებში და მოდი ამის გამო საერთოდ მთელ მსოფლიოში ავუგზავნოთ ყველა ქართველს ხმის მიცემა დისტანციურად. დისტანციურად, ხო, საზღვარგარეთ. და ლოგიკა და რეალური მიზეზი ცხადი აქ გასაგებია. კოცებისთვის შეიძლება არ იყოს გასაღები, მაგრამ დანარჩენ საზოგადოებას და დარწმუნებული ვარ კოცებსაც გესმით. თუ რისთვის არის ეგ ნაბიჯი გადადგმული, იმიტომ ის მიზანი და ის მიზეზი, რომლის გამოც თქვენ უგზავნოთ ამ ადამიანებს ხმის მიცემას, რომ უნდა გაეცნონ, თავიდანვე ტყუილია, რადგან ადამიანს აქვს საშუალება, რომ ღამე გვიან ჩამოფრინდეს საქართველოში, დილით მიცეს ხმა და უკან ისევ დაბრუნდეს იმ ქვეყანაში, საიდანაც ჩამოვიდა. ყველანაირი ამ რაღაცა კოცური სიკეთეების გაცნობის გარეშე. ხო და ეგ არის. შემდეგი ამბავი, ხო, ეხლა პოზიტივ შეგვირდით. ეხლა მოდით რაღაცნაირად პოზიტიურად ვილაპარაკოთ. ზოგადად ჩემი აზრით, ადამიანი არ შეიძლება იყოს დაუნახავი. ოპოზიციას გულისხმობ ამ შემთხვევაში და ოპოზიციურ მხარეს მყოფ ადამიანებს. შეუძლებელია ვერ ხედავდეთ იმას და არ გრძნობდეთ იმას, რომ ამ ქვეყანაში დიდი უმრავლესობა გამდიდრდა. პირდაპირ მნიშვნელობით ცხადია. კი შეიძლება ადამიანებს თავის გატანა უჭირთ თვიდან თვემდე, რაღაცა პურის ფულს ზოგავენ, ან რაღაცის ფულს ზოგავენ და ყოველდღიურად კაპიკებს ითვლიან, თუმცა ქონების გადასახადის, რომელიც თავის დროზე, ნაცების დროს 2004 წელს თუ ვაცდები, იყო შემოღებული მდიდრებისთვის, მდიდარ ადამიანებს უნდა ეხედათ ქონების გადასახადი. დღეს ბევრს უწევს ეს ქონების გადასახადი. კი შეიძლება რაღაცა შემოსავალი ფიზიკურად არ ყოფნით თავის გასატანა თვიდან თვემდე, მაგრამ ქონების გადასახადი, მდიდრების სიმდიდრის გადასახადის გადახდა ხო უწევთ დღეს? უწევთ. ხოდა ეგ არის თქვენი პრობლემა რა, რომელი კუთხე საიდან შეხედავ ამ ამბავს. თქვენ უყურებთ იმ პრიზმიდან, რომ აი ადამიანებს უჭირთ და კიდე ატყავის მთავრობა და ასე შემდეგ. არა, პოზიტიური კუთხიდან შეხედეთ რა. შეხედეთ, რომ კი შეიძლება უჭირს, მაგრამ
სიმდიდრის გადასახადს იხდის და მდიდარი თუ არ არის, რატო იხდის იმ გადასახადს, რომელიც განკუთვნილია მდიდარი ადამიანებისთვის. აი ხო ხედავთ. ეგ არის პოზიტიური შეხედვა. შემდეგ პოზიტივი აქ არ მთავრდება და ნახეთ რა დონემდე ფიქრობენ ხალხზე კოცები. როდესაც ეს ადამიანი პირობითად ვინმე რომელიც ქონების გადასახადს გადაიხდის და რაღაც ფული კიდე დარჩება და იმაზე დაღონებული წავა მაღაზია იმას დაღონებული რომ აი დანარჩენი ფული სად წაიღოს წავა მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად იქაც კი სიკეთე დახვდება მთავრობის იმიტომ 1 იანვრიდან კოცებმა აქციზი გაზარდეს და 1 იანვრიდან 85 თეთრით გაიზრდება იმპორტულ სიგარეტზე აქციზი და ჯამში 2.75 თეთრი სიგარეტის ფაში იქნება ის წილი, რასაც მთავრობა წაიღებს. ანუ იქ დამატებით 85 თეთრს კიდე წაიღებს მთავრობა თქვენი ჯიბიდან და საფიქრალიც აღარ გექნებათ. მოწევთ, დამშვიდებით, ფულიც გაქრება თქვენი ჯიბიდან და საფიქრალი არ გექნებათ, სად წაიღოთ ეს უამრავი ფული. იქ ცხადია ყველას გესმით რა ჭრილში და რა კუთხით ვამბობ ამას პოზიტიურად. თუმცა ხო, რეალურად რო შევხედოთ, დედა აღარ ყავს ამ ქვეყანას. მათ შორის კოცებიც ხო ეწევით. კოცებსაც ხო გააქვთ დაბალი შემოსავალი. იმ 40,000 ლარს წლიურად დარეცხულ ხელფას არახელზე ასაღებს, არამედ იმ 20%-იან რასაც ქართული ოცნება უკვე გახევთ. ხო გააქვთ ეგ ხელფასი 40,000 ლარი, ხო აღარ არის დღეს 2025 წელს, თითქმის 26 წელს. დიდი თანხა რაც შეიძლება ყოფილიყო 2004-ში. ყველას ხო გიწევთ ეგ. ყველა ხო დაჩალიჩდით ახლა საშემოსავლო სამსახურთან რიგები რო იდგა ხალხმა რო ვერ გაიგო ვის უწევდა ვის არა. ეგ ხო არ არის იმის ნიშანი რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება უკეთესი ხდება რამენაირად. არა. იმის ნიშანია რომ ქართული ოცნება მაქსიმალურად გაწურავს ყველას. მათ შორის საკუთარ ამორჩეულს თქვენ ხო არ ხართ დასაუბრული არაფრისგან. მაღაზიაში მისვლისას იმას ხო არ იტყვით რომ აი ქართული ოცნების ამორჩეველი ვარ მე და სიგარეტი უფრო იაფად მეკუთვნის. ან ქონების გადასახადი აღარ მიწევს. ნუ კი ვიღაცებს არ უწევთ რაღაც ნაცნობობით და იმით ჩალიჩით, მაგრამ უმრავლესობას ხო არ ყავთ ეგ რაღაცა ბობოლო კოცები ნაცნობებში. არ ყავთ. თქვენ ხო გზნობთ ამ რაღაცა ყველა პრობლემას ქვეყანაში გზნობთ. მაგრამ რამდენადაც ჩუმად ვიქნებით და იქნებით, იმდენად კიდევ უფრო და უფრო დაგვაწვება და დაგაწვებათ ქართული ოცნება კისერზე. მანამ სანამ რაღაცა სუნთქვას ვეღარ შეძლებთ. ახლა ცოტა ცუდი პარალელი გამომივიდა, მაგაზე არ მიფიქრია. ასე რომ მაგას არ გულისხმობდი, თუ ვინმე მიხვდება ამ ამბავს. ხო და ეს თემა რა, ყოველ ცხოვრება ძვირდება ყველასთვის. ის ადამიანები, ვინც გარბიან ქვეყნიდან ამ განძვირებული ცხოვრების გამო და გაუსაზლის ცხოვრების გამო, საშოვნელად ფულის და საკუთარი ოჯახების არჩენად, იმათ არჩევნებში მონაწილეობას უზღუდავენ. ეგ არის 2026 წლის მისადგომებთან მისული საქართველოს სახე. წინ კიდევ უფრო უარესი იქნება. შემდეგი ამბავი, კიდევ რაღაცა პოზიტიური ცვლილების ნაწილში, პოზიტიური ცვლილების, ხო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი კანონპროექტი შეიტანა, წარუდგინა დოკუმენტი პარლამენტს, სადაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის კიდევ უფრო ეფექტიანად დაცვისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით შეიმუშავეს კანონი, რომლის მიხედვითაც აკუსტიკური იარაღი, სტარტოკა ეგრეთ წოდებული, ელექტროშოკერები და წიწაკის სპრეები დარეგულირდება. ელექტროშოკერები საერთოდ ამოიღება სამოქალაქო ბრუნვიდან, ანუ ადამიანს აღარ შეიძლება ელექტროშოკერის ყიდვა და რაც შეეხება ამ აკუსტიკურ იარაღს, მისი იმპორტი ქვეყანაში, როგორც წიწაკის სპრეის დარეგულირდება და გაცემა წიწაკის სპრეის ყიდვა მათ შორის, რაც მოდით იმაზე შევთანხმდეთ ზოგადად, რომ პოლიცია ჩვენ უნივერსალურად ვერცად ქვეყანაში ვერ გვიცავს. სადღაც შეიძლება უბანში აღმოჩნდე პირისპირ ადამიანის მიმართ, რაღაცა პოტენციალურ კრიმინალის პირისპირ, სადაც ხო რჩები მხოლოდ შენ და ის.
რაც ის იმას ვერ იტყვი რომ აი მოიცა ძმაო 112-ში დავრეკავ პატულს დავალო და მე დაიწყე შენ მოქმედება არა ამისთვის არის საჭირო ელემენტარული თავდაცვის საშუალება რისი უფლებაც ადამიანს ზოგადად აქვს თავდაცვის უფლება არის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება ადამიანის და ყველა მთავრობას აქვს რა თქმა უნდა იმის სურვილი რომ მოქალაქე იყოს რაც შეიძლება დაუცველი იმიტომ რომ დგება მომენტი როდესაც მოქალაქეს უწევს დაცვა მთავრობისგან და ამ შემთხვევაში და მომენტამდე მთავრობას სურს რა თქმა უნდა რომ ადამიანები იყვნენ სუსტები. ეგ გააკეთა რუსეთმა ერთ-ერთ კომუნისტებმა, როდესაც დაიპყრეს საქართველო, ხო, რა განაიარაღეს ქართველი კაცი. იარაღი აყარეს და აქციეს იმ კარიკატურებად, რაცა ვიღაცას ჰქონდა ნათქვამი რაღაც ვიდეო შემხდა, რომ იარაღი წაართვეს ქართველ კაცს და ყანწი ხელში დააჭერნეს. და გახადეს საქართველო რაღაც თავისი უკანაესო ერთი დიდი რესტორანი, სადაც ჩამოდიოდნენ და ქართველები რაცა ღვინოს ვამდნენ და სიმღერებს უმღეროდნენ. აი ეს გვიქნეს რუსებმა და ამას აკრძალებენ ქოცები ახლა. ელემენტარულია ეგ ამბავი, რომ ადამიანს უნდა კონდეს თავდაცვის უფლება. კი, ამ შემთხვევაში ციცაკის სპრეი საერთოდ არ გძალავენ, თუმცა მაგის გაცემა რთულდება. არ შეგეძლება შენ ახლა წახვიდე, უბრალოდ იყიდო, ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივ რაღაცა ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა მიხვიდე, ნებართვა ითხოვო, იქიდან უნდა გამოგატარო ფურცელი და იმ ფურცელით უნდა მიხვიდე უკვე რაღაცა ციცაკის სპრეის აყიდლად. რაც ართულებს ამ პროცედურას და რთულს ხდის. და მათ საინტერესო ის არის, რომ შეიძლება, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დარეგულირება იმისა, თუ ვის მისცემს ამ ნებართვას. და იმ ადამიანებს, ვინც პოტენციურად საფრთხეს უქმნის, ვინც დღეს აქციაზე დგას, ვინც აქტივისტი, აქტიურია პოლიტიკაში და რაღაცა, რა თქმა უნდა, მათ შეუზღუდავენ ამ უფლებას, იმიტომ რომ როდესაც შემდეგ დააპირებენ, რომ დაახვედრონ რაღაცა 5-6 ხელკეტიანი კაცი სადარბაზოსთან, იმ საწყალ გაჭირებულ ადამიანს, ვისაც დახვდებიან, ციცაკის სპრეიც რომ არ კონდეს ჯიბეში. აბსოლუტურ შედეგზე, 100%-იან შედეგზე რომ გავიდნენ ის თვითუშკენ. ეს ამ მოკლე კონტექსტში ზოგადად კიდევ ერთხელ ვამბობ. იარაღის ლეგალიზაციას ვემხრობი, არა მხოლოდ ამ სტარტაპის, ზოგადად იარაღის ლეგალიზაციას ვემხრობი. მადაც ელემენტარული ამბავია პოლიციელს იარაღი რო უჭირავს და აქვს არა იმის გამო რომ შენ დაგიცვას, ამ თავდაცვისთვის, საკუთარი თავი რომ დაიცვას. და როგორც უკვე ვთქვი, პოლიცია უნივერსალურად ვერ იცავს ადამიანს და ადამიანს აქვს კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამას ფუნდამენტური უფლება საკუთარი თავი დაიცვას. და ჩვენს ქვეყანაში პირიქით იმის ნაცვლად რომ ეგ კიდე ერთი მითია რომ აი ქართველებს რო კონდეს იარაღი, ერთმანეთს დავხოცებ. ქონდა ქართველებს იარაღი. ყველას ქონდა იარაღი. არ დაგვიხოცავს და მოვედით აქამდე. კიდევ და კიდევ მივალთ მივდივართ კომუნისტებამდე, რომლებაც აი მოგვახვიეს ეგ თავს რა, რომ ქართველები იმდენად სირები ვართ, რომ იარაღი რომ მოგცეს ადამიანმა დაუწყებთ ერთმანეთს სროლას. რაც აბსურდია. სისულელეა, შეიარაღებული საზოგადოება არის თავაზიანი საზოგადოება. როდესაც შენ გაქვს იარაღი პირობითად, შინაგან უამრავ ადამიანს აქვს საქართველოში იარაღი. უამრავს. ბევრი შეხვედრია დარწმუნებული ვარ ტრაქში გარჭობილ კრიმპოლებს, რომ აქვთ შოლობრივად ტარების უფლება რა, სადაც უნდა იქ ატარებენ. გაბატავებულები დადიან აი გამოსაჩენად. პოლიციის თანამშრომლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. რაღაცა განსაკუთრებული რაღაცა ინტელექტი ან განსაკუთრებული თვითშეგნება ხო არ აქვს ამ ადამიანებს. არის ის, რაც აკავებთ მათ იმისგან, რომ უბრალოდ ამოიღონოს იარაღი და ვისაც გაუსწორდება იმას ესროლონ. ხო არის რაღაცა მექანიზმი, რომელიც ამისგან აზღვევს დანარჩენ მოქალაქეებს. და რატო არ შეიძლება ეგ მექანიზმი გავრცელდეს სხვა ადამიანებზე? მე არ ვამბობ რომ რაღაცა ორნაბიტში რო შედიხარ, რაღაცა კვესხნდა არაჟანთან ერთად ერთი გლოკიც წამოიღო. არა იყოს კონკრეტული გამოცდა, იყოს კონკრეტული წესები, იყოს კონკრეტული ჩარჩოები, მაგრამ იარაღი იყოს დასაშვები, რაც გახდის ამ ჩვენ საზოგადოებას უფრო დაცულს. იმიტომ რომ როდესაც მაგალითამდე მივდივარ ისე, როდესაც შენ გაქვს იარაღი და იცი რომ ამ ოთახში პირობითად 10 ადამიანიდან არავის არ აქვს, უფრო რაღაცა თამამი ხარ და უფრო თუ ხარ მიდრეკილი იმისკენ რაღაცა შეცდომა დაუშვა, უფრო გაბლატავდები ამ იარაღს დააზრო, მაგრამ როდესაც იცი რომ ამათიდან 10-ვეს აქვს, ბევრჯერ დაფიქრდები ამ იარაღის ამოღებაზე, იმიტომ შეიძლება ვიღაცამ დაგასწროს და ის იარაღის ამოღებაც ვერ მოასწრო. და ეს ამბავია რა, მაგრამ მთავრობა ცხადია, მთავრობის ნებისმიერი მთავრობის მიზანი არის სუსტი
მოქალაქე, არა დემოკრატიული მთავრობის. დემოკრატიაზე საუბარი საქართველოში უკვე სასაცილოს არის. ხო, ანტიკორუფციული ბიუროც გაუქმეს კოცებმა, რაჟდენ კუპრაშვილი, რომელსაც გავრცელდა ნიუსი, რომ რაღაცა ათავისუფლებენ ამ სამსახურის ხელმძღვანელობიდან, თვითონ რაღაცნაირად დაგვასპოილერა და თქვა, რომ სანამ ეს სამსახური არის, მანამ მე ვიქნები სულო. აპირებენ კოცები ამ სამსახურის გაუქმებას. და მთავარი მიზანი, კი არა და მიზეზი, რის გამოც აუქმებენ, იყო, რომ კალაძის აქ ნათქვამი, რომ ეს იყო გარედან თავსმოხვეული ვითომ დამოუკიდებელი ორგანოა და Deep State-მა გვაიძულა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა. ყველაფერში ხო, ყველა მიზეზში, მათ შორის აი მიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევაში, ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებაში, ყველა მიზეზში, რასაც ამბობენ, იმდენად პრიმიტიული, იმდენად იდიოტურია, ბევრსაც არ ფიქრობენ და მათ კარგად ჩანს, როგორ უყურებენ ისინი საკუთარ ამორჩეველს. ტიპები ამბობენ, რომ ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების ხელში იყო, რომელიც რაჟდენ კუპრაშვილი იმის ნაცვლად, რომ მართლა რაღაცნაირად კორუფციასთან ბრძოლაში ყოფილიყო და ამ საქმით ყოფილიყო დაკავებული, ოპოზიციურ ლიდერებს დაძდებდა და რაღაცა ანგარიშებს უყადაღებდა სრულად უაზროდ, უმიზეზოდ. ამის მიუხედავად ამბობენ, რომ აი ანტიკორუფციული ბიურო Deep State-ის პროექტი იყო და ჩვენ არაფერში არ გვჭირდება, ჩვენ კორუფცია არ არის. ღარიბაშვილზე რო კითხავ მე, ბურჭულაძეზე რო კითხავ, რაღაცა გომელაურის საახლობლო სანათესაუზე რო კითხავ, ეს ხალხი საიდან იპარავდა ფულს მაშინ. მათ აღარ ჩადიან რა, აღარ ჭირდებათ, იმიტომ რომ საკუთარი ამორჩევლის მხრიდან ეკითხები არ ისმის. მარტივად გაუშვებენ აი ესე პრიმიტიულ მესიჯს Deep State-ი. всё. აი გასაგებია. აი ეგ რეაქცია არის იქიდან. მათ შორის თქვენთვის, ქართული ოცნების წევრებისთვის იმის მიუხედავად რა, პირობთ ხართ ქართული ოცნების ამორჩევლები ხართ რა. თქვენთვისაც კარგია იყოთ კრიტიკულები და კითხვები დაუსვათ კოცებს. კიდევ ერთი ამბავი. ეს ახალგაზრდა ბიჭი ლუკა ძაძამიამ საკრებულოს წევრობაზე უარი თქვა საკუთარი ნებით. და კერძო სექტორში გადავიდა. კალაძე მისაუბრა ამ ბიჭზე დღეს და თქვა, რომ იმდენი შეურაცხყოფა მიიღო, ალბათ ვერ გაუძლო, ეს სიტყვით არ უთქვამს, თუმცა ამ შინაარსის გამოტანა შეიძლება კალაძის სიტყვებიდან. ჩემი აზრით, ლუკა ძაძამია არის ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანი, ჩემი ვარაუდია. იმიტომ რომ რა ვიცი, რამდენიმე წლის წინ, ერთი წლის წინ აქციაზე იდგა ჩვენთან ერთად, კოცებს ლანძღავდა. მე როცა მეორე პიროვნება გამოვიდა შუქზე და ქართული ოცნების საკრებულოს წევრი გახდა და მე მიძინებულმა პიროვნებამ ჩაანაცვლა ეს კოცი პიროვნება და მიხვდა რომ აი რას ვაკეთებო და დაწერა და წავიდა საკრებულოდან. ხო, სხვას ამ თემაზე მე არ ვიტყვი, იმიტომ სერიოზულად ამის განხილვა შეუძლებელი. ან იმ კაცმა ჩემი დრო არ მოვიდა, მიაღწია თავისას და მაგის დროც მოვიდა და ეგ ტექნიკურად არ ვიცი როგორ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ვერსია შეიძლება იყოს. კიდევ ერთი თემა, რაც ამ კვირის არ არის ზოგადად დიდი თემა, ისევ რაღაცა რუსთაველზე. პროტესტი მიმდინარეობს, მარშებში გადაიზარდა ეს პროტესტი, ხალხი დადის სხვადასხვა ქუჩებზე, პოლიციელები დასდევენ და ის დაკავებებიც ხდება კვლავ და ადამიანების გასამართლება, მათ შორის გელახასა ეს პროცესი იყო სრულად აბსურდული, გამოგონილი მიზეზის გამო დაჭერილი ადამიანის და მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა გელა. რაც მოსალოდნელი იყო, ცხადია. პროტესტი გრძელდება, პოლიტიკოსებს, ვისაც 10 გამოსვლა უწევთ, ეწოლგიანის კომისიაზე არ მისვლის გამო დაჭერილებს გულისხმობ, უწევთ რა, წესით უწევთ, გამოვლენ თუ არა, მე კაცმა არ იცის. იმიტომ რომ საქმე აღძრეს ამ ადამიანებზე საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრული საქმიანობის ხელშეწყობაში და კიდევ სხვა მუხლები იყო. ერთ სიტყვით ჯაფარას, ხოშტარიას და ვაშაძეს თუ არ ვცდები 7-15 წლამდე ემუქრებათ
გვარამია მელიას 2-დან 4-მდე და მიშაც ეგრე. ვადები შეიძლება ამერიოს, მაგრამ ჯაფარას ვაშაძეს და ხოშტარიას ყველაზე ხანგრძლივი ვადები აქვთ პოტენციურად ციხეში დომის. ეგ ნაბიჯი შეიძლება იყოს ის, რომ კოცებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ხალხს აღარ უშვებენ და ტოვებენ. და მეორე, ეგ თავის თავში მოიაზრებს ამ პირველსაც, რომ სიგნალია რა, გამოხვალთ, ეხლა გეწურებათ ვადები, გამოხვალთ და თუ ჩუმად და ჭკვიანად არ იქნებით, აი აგერ არის ძმაო საქმე, აწყობილი, გალამაზებული, დამთავრებული. შებრუნდებით, ოღონდ არა 7-8 თვით, არამედ 7-8 წლით. 7-8 კი არა 15-მდე წლით. ხონდა აქ ცხადია, ზურამ პასუხი დაწერა, რომ რაღაცა და სხვების არ ვიცი, მაგრამ ზურას პასუხი იყო ის, რომ არაპირებს რაღაცა ამ ქვეყნიდან წასვლას, გაჩერებას, რაც მოსალოდნელი იყო ჯაფარასგან, ეგ ცხადია და რაც ზოგადად არ ვიცი, თუ ამ ბრძოლაში ხარ პრინციპული და ზოგადად მიუყვები შენს ამ პრინციპებს, ხო, სწორი გადაწყვეტილებაა, კი. დანარჩენები რას იზამენ, როგორ იზამენ, არ ვიცი. ზოგადად რთული ვითარება აქეთ. ეგ არაერთხელ მაგა თქვამი და დროსთან ერთად არაფერი არ იცვლება. პირიქით შეიძლება უარესობისკენ მიდიოდეს და ფაქტია, რომ უარესობისკენ მიდის. რა რეალობაში ვიქნებით, როგორ ვიქნებით, კაცმა არ იცის. ესეთი მძიმე ამბების გადატანა მოგვიწევს ახალ წლამდე, ან ახალი წლის მერე უფრო 26 როგორ დაიწყება ჩვენთვის რთული სათქმელია. იმიტომ რომ არის რამდენიმე საქმე, მათ შორის ეს პოლიტიკოსების, პოლიტპატიმრების ამბავი, რომელიც შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს. ესეთი ამბავია ციტყვით. შედარებით მოკლე პოდკასტი გამომივიდა ეხლა. თუ მარტოც საუბარი ცოტა რთულია. შემდეგი კვირიდან როგორც უკვე ვთქვი, იმედია გარეჯი შემომიერთდება, თუ არა და მე როგორც მოგეცით პირობა გავაგზავნებ ამ პოდკასტებს ესეთ რეჟიმში. ხო, ეს სიტყვით პოზიტიური, მაინც პოზიტიური არ გამოვიდა, როგორც გითხარით. თუმცა რაღაცა ნაწილი მაინც შევეცადე შემეხედებინა თქვენთვის პოზიტიურად იმ მოვლენებისთვის, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ხო და ტრადიციულად მეგობრებო, ვინც ბოლომდე უყურეთ პოდკასტს, გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო, გადაუზიარეთ სხვებსაც, რათა ნელ-ნელა გავიზარდოთ და ჩვენი მიზანი ჯერჯერობით ისევ 100 გამოწერია. ნელ-ნელა მივბობღავთ, ასე რომ ვთქვათ, ზემოთ, მაგრამ შევეცდები, როგორც ვთქვი უკვე, შევეცდები კი არა პირობა მოგეცით, რომ არ გავჩერდებით და უფრო გავაქტიურდებით ამ კუთხით, სანამ შეგვიძლება ფიზიკურად. და მე უკვე ისეთი დრო კაცმა არ იცი. ეგ არის, დროებით.